ძვირფასო რადიო მსმენელებო, მოგესალმებათ გადაცემა მე და გარემო. ჩვენ გადაცემის წამყვანები გიორგი გულიაშვილი და ანა ცხადაძე საუბრობთ გადაცემაში ყველა იმ საკითხზე, რაც ჩვენ ბუნებრივ გარემოს რესურსების მართვას და მის დაცვას ეხება. დღევანდელი გადაცემის თემაა სპეციფიკური ნარჩენები და მისი მართვის თავისებურებები და სპეციფიკა. სტუმრებით შესაბამისად ზუსტად ამ სექტორიდან ყავს. გიორგი, მისალმებას გაცდი. მოგესალმები, მივესალმები ჩვენს მსმენელს და ნამდვილად დღევანდელი გადაცემის თემა არის სპეციფიკური ნარჩენები, როგორც მოეხსენება ჩვენს მსმენელს. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მოწვევისთვის. Tegeta Green Planet, როგორც იცით, არის წარმოების გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია. Ჩვენი მიმართულებები არის მეორადი საბურავების, მეორადი აკუმულატორების და მეორადი ზეთის ნარჩენების მართვა. Tegeta Holding-მა თავიდან როცა იქნებოდა წარმოების გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციები დამტკიცდა შესაბამისი რეგლამენტები, თავიდანვე გადაწყვიტა, რომ მიეღო ამ საქმეში მონაწილეობა, შეეტანა თავისი წვლილი და ასე ვთქვათ, გარემოზე ზრუნვის კუთხით გაიუმჯობესებინა თავისი კორპორატიული მიდგომაც. აქედან გამომდინარე, გინდა თქვათ, რომ მანამდეც ჰქონდა სოციალური აქტივობები Tegeta-ს მიმართულებით. იმიტომ რომ თქვათ, Tegeta Motors-ის სპეციფიკა, საქმიანობის სპეციფიკა და პირდაპირ კავშირშია MGV ორგანიზაციის საქმიანობასთან. დიახ, MGV ორგანიზაციის შექმნამდე Tegeta Holdings ზოგადად ძალიან ბევრი აქტივობა ჰქონდა მწვანე მიმართულებით და როგორც კი გამოჩნდა შესაძლებლობა იმის, რომ Tegeta Holdings სხვა მხრივაც მიეღო მონაწილეობა ნარჩენების მართვაში და წარმოების გაფართოებული ვალდებულებამ ბიზნესი დაავალდებულა თავიანთი იმპორტირებული საქონლის მართვაში მიეღო მონაწილეობა. ანუ რა, იმპორტიორი ახორციელებს საქონლის იმპორტს, შემდეგ ეს გადადის ბრუნვაში, მოდის მოსახლეობამდე, ყიდულობენ და შემდეგ უკვე ეს ნარჩენები Tegeta-ს ისედაც მიქონდა შესაბამის გადამამუშავებელ ქარხნებთან, შესაბამისი კანონმდებლობა ისედაც იტვარისწინებს ამას ნარჩენების მართვის გეგმა არსებობს, რომელიც შეთანხმებულია გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ამ გეგმის მიხედვით ისაც ვალდებული ხართ და ვალდებული იყავი მწარმოებლის ვალდებულების გაჩენამდე, რომ მიგეტანა ეს ნარჩენები კონკრეტულ ლიცენზირებულ გადამამუშავებელ ქარხნებამდე. ეს ესეც ხდებოდა. თუმცა ეხლა რომ შევქმნით Tegeta Green Planet, Tegeta-ს Holding-ს შემავალი კომპანიების გარდა სხვა წევრებიც გვყავს, ჩვენს გარდა კიდევ არის ორი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. და უფრო სხვა დონეზე გადავიყვანეთ ამ ნარჩენების მართვა. მაგალითად, 2023 წელი რო ავიღოთ Tegeta, მხოლოდ Tegeta Green Planet-ზე მაქვს საუბარი, დაახლოებით 2900 ტონა მეორადი საბურავები შეაგროვა და ჩააბარა შესაბამის გადამამუშავებელ ქარხანას ლიცენზირებულს. მეორადი ზეთი ააგროვა დაახლოებით 800 ტონამდე და მეორადი აკუმულატორი ააგროვა 1150 ტონა დაახლოებით. ანუ მსმენელისთვის რო გასაგები იყოს, ეს არის ეხება სამანქანო ზეთებს. საავტომობილო ზეთებზეა საუბარი, საავტომობილო აკუმულატორებზე და ავტომობილების საბურავებზე, მათ შორის სატვირთოებზე. ესენი მიდიოდა ქარხანაში, თუმცა ეხლა ამოღება მოხდა მთლიანად ბაზრიდან, არა მხოლოდ Tegeta-ს მაღაზიებიდან, როგორც ხდებოდა აქამდე, რომ ჩვეულებრივად შეივსებოდა კონკრეტული ნარჩენების უბანი და შემდეგ მიდიოდა ქარხანაში. ეხლა უკვე ჩვენი წევრები ვინც არიან, მათთან ვაგზავნით სპეციალურ ავტომანქანას, სპეციალურ ნებართვიან ავტომანქანას, რომელსაც აქვს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ნებართვა, სპეციალურად დატრენინგებული თანამშრომლები არიან, ანუ დატრენინგებული თანამშრომელი მართავს და მიდიან ყველანაირი წესის დაცვით, ხდება მის უსაფრთხოების ზომების დაცვით, ხდება მისი ტრანსპორტირება ქარხნებში. თუმცა გამოწვევა გვაქვს რა? გამოწვევა გვაქვს, რომ არსებული საწარმოები საქართველოში რაც არის, მათი წარმადობა არის ძალიან დაბალი, ასე ვთქვათ. ყველა MGV ორგანიზაცია, რომ აწვდის პერიოდულად აქვს ჩავარდნები, ვერ ახერხებენ მიღებას, მერე ისევ აღდგება ხოლმე. ნუ მეორაძეთან დაკავშირებით გამოსავალი ვიპოვეთ ერთობლივი და ექსპორტზე უშვებთ ნაწილს.
თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოში პირველად ინარჩენის სახით თავისი წესების დაცვით რასაკვირველია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოთხოვნა არის კონცეფციის შესაბამისად და უნდა მოხდეს ყველა იმ რეგულაციის დაცვა და ტრანსპორტირება, ესე გადმოვასხით კაცრით და გავატანეთ, ესე არ ხდება. სპეციალური ეგრეთ წოდებული ბიგბეგებით ხდება ტრანსპორტირება. და რატო ვამბობ, რომ წარმოება გასაზრდელია საქართველოში 2024 წლის იანვრიდან დღემდე რო ავიღოთ ციფრები, რაც გასულ წელს გვაქვს საბურავები აგროვებული, მეორადი უკვე წელს იგივე გვაქვს აგროვებული 2900 ტონა საბურავი გვაქვს აგროვებული წელს უკვე, დაახლოებით 650 ტონას ეთი გვაქვს უკვე აგროვებული წელს და მეორადი აკუმულატორი 1400 ტონა დაახლოებით. თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს? ანუ გვაქვს რაც გვაქვს ამ მოცემულობით, ხო? თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ბიზნეს, გადამამუშავებელ ბიზნეს აქვს ზრდის პერსპექტივა ამ მოცემულობით თუ კიდე რაღაცა დახმარება სჭირდება? მე გეტყვით, ანუ MGV ორგანიზაციების მონაწილეობით გარემოსდაცვის სამინისტროს ხოთაშორის აქ ძალიან კარგად არის ჩართული და ეგრეთ წოდებული მედიატორის როლსაც ასრულებს სხვადასხვა უწყებებთან, რომ ამ ბიზნესს, ამ მიმართულებას გადამამუშავებელ მრეწველობას ბიზნეს ხელი შეუწყოს, რომ შევიდეს ამ მიმართულებითაც გადასამუშავებელ საწარმოებში და რატომ? ყველა ქვეყანაში ეს საწარმოები ძირითადად არის გარკვეული ტიპის დოტაციაზე. ანუ სტანდარტული სესხი რო აიღოს ბანკში ამ ორგანიზაციამ თავის თავს ვერ შეინახავს. ამიტომ დიახ, ესე არის, მაგრამ მეორე მხრივ თუ გვინდა ჩვენი მომავალი რო იყოს, თქვათ, ისეთი როგორც არის დღეს ევროპაში, თუ გვინდა რომ სუფთა გარემოში ვიცხოვროთ, თუ გვინდა რომ ეს ყველაფერი არ მოხდეს ნიადაგში, მოხდეს კანონის შესაბამისად გადამუშავება, ბიზნესიც უნდა წავიდეს გარკვეულ ნაბიჯებზე. თეგეტა მზად არის და აპირებს კიდეც ამ მიმართულების ინვესტიციების განხორციელებას. პარტნიორ MGV ორგანიზაციებთან ერთად. თუმცა ვფიქრობთ, რომ რაღაცა დრო დაჭირდება ამ ყველაფერს, იქიდან გამომდინარე, რომ ქარხნები, რომლის ჩამოტანასაც გეგმავთ ერთობლივად, არის ევროპული წარმოების საკმაოდ მაღალი ხარისხის. სხვადასხვა ქვეყნებში, ხა იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში ნანახი გვაქვს ეს ქარხანა და ანუ საკმაოდ კარგად მუშაობს და საკმაოდ კარგი გამოხმაურებაც აქვს, რო იტყვიან მის ტექნიკურ მახასიათებლებს გარემოსდაცვითი კუთხით. და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ერთობლივად გამოგვივა და გავაკეთებთ ამას. აი თქვენ რა ქარხანაზეც საუბრობთ ახლა? ანუ ეს ამ ქარხნის თქვათ მუშაობის შესაქმიანობის შედეგად მივიღებთ ისევ ნედლეულს კონკრეტული პროდუქტისთვის თუ უკვე კონკრეტულ პროდუქტს? აი კონკრეტულად ვისაუბროთ, შეგვიძლია ანუ კონკრეტულად საბურავებზე ვისაუბროთ. აი დავა კონკრეტულად თქვათ თვალსაჩინო რო იყოს ადამიანისთვის, თქვათ რა შეიძლება მივიღოთ თუ კონკრეტული წარმოება ან ადგილობრივი ბიზნესი მეტად ხელშეუწყობს და განვითარდება გადამამუშავებელი. დიახ, ანუ მაგალითად აი თუ ავიღებთ საბურავების გადამამუშავებელ ქარხანას, საბურავების გადამამუშავების შედეგად მიიღება გრანულები. გრანულებისგან მერე უკვე შესაძლებელია მივიღოთ ფილები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ევროპის ქარხნებში, კაუჩუკის ფილებზეა საუბარი, გადახურვები, ფილები, საიზოლაციო მასალები, საკმაოდ ბევრი ასორტიმენტია, რაც შეიძლება აქედან მივიღოთ. ასევე შეიძლება გზის დანამატი იყოს, ასე ვთქვათ, ასფალტის სახით დანამატი, რაც სხვათა შორის სამხურდელო გზის აცილებს და საკმაოდ მხარიზღები გზები გამოდის. ეგ იქნება სავარაუდოდ შემდგომი ნაბიჯი სახელმწიფოსთან, რომ გვიშამდგომლოს ამ მიმართულებით გარემოსდაცვის სამინისტროსთან, რომ მინარების სახით. ბატონო, მე მაქვს ესეთი კითხვა, უფრო მოსაზრება მინდა დავაფიქსირო და მე ვიმსჯელოთ ამ თემაზე რა, რომ მეორე წელია რაც MGV ორგანიზაციები ვაგროვებთ ამ ნარჩენებს, თქვენ უკვე ახსენეთ, რომ გარკვეული რაოდენობა მხოლოდ თეგეტა Green Planet-მა შეაგროვა ამ სპეციფიკური ნარჩენების და მე გეტყვით, რომ სამივე ორგანიზაციამ ალბათ დაახლოებით 20000 ტონაზე მეტი შევაგროვეთ ეს სპეციფიკური ნარჩენი, ხო? აი ამ კუთხით რამდენად გაიზარდა ცნობადობა თუნდაც ნარჩენების წარმომქმნელებში, რომ ეს MGV ორგანიზაციები არსებობს და ეს ვალდებულებები არსებობს და ამ ნარჩენებს სხვანაირად უნდა მივხედოთ და სტანდარტები არსებობს ამ ნარჩენების მართვის და რამდენად რა გამოწვევები დაგვრჩა ამ მიმართულებით, რომ ამაზე რომ ვისაუბროთ, შეგროვების ნაწილში რა გამოწვევებს ხედავთ და რა შეიძლება გააკეთოთ ეს, რომ გავაუმჯობესოთ ეს შეგროვების მაჩვენებლები. პირველი შეგროვების ნაწილში ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ასე ვთქვათ, კარგი იქნება თუ გამკაცრდება რეგულაციები წარმომქმნელების მიმართ, რომ მათ კონკრეტული ვალდებულება და კონკრეტულად ვალდებულება ქონდეთ სახელმწიფო უწყებებთან წარდგენის თუ
სად წაიღეს ეს ნარჩენი, რომელიც წარმოიქმნათ. პირველი, რაც შეეხება ცნობადობის ამაღლებას, აქ ვფიქრობ, რომ ცნობიერების კუთხით ჩვენ მაგალითად ქონდა პროექტები, ეკოსკოლების პროექტი, ესეთი ქონდა დებატების ეროვნული ტურნირი, რომელშიც აი დებატების ეროვნულ ტურნირზე თუ ვისაუბრებთ, საკმაოდ მოცულობითი ასე ვთქვათ აქტივობა იყო, დაახლოებით 600-ზე მეტი მოსწავლე გადამზადდა და სკოლებში დებატების ეროვნულ ინსტიტუტთან ერთად კონკრეტულად მიდიოდა ადგილზე მუშაობა ბავშვებთან, ლექციების ჩატარება, кейსების მიცემა, შეგებლებითობის პრინციპი და მე ვფიქრობ, რომ აქედან უნდა დაიწყოს ცნობიერების ამაღლება. ის ბავშვი მე სახლში რომ მიდის, ასე ვთქვათ, ძალიან მოქმედებს მასზე. აი кейსები ქონდათ მაგალითად როგორი კონკრეტულად რომელიღაც ქვეყანაში, მაგალითად გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით რა ხდება. ერთი მხარე ასაბუთებდა დადებით ასპექტებს, მეორე ეკონომიკურს, მესამე უარყოფითს. და ესენი უკვე დებატებში ერთმანეთთან რომ შედიოდნენ, ინფორმაციებს უნდათ არ უნდათ რომ გაემარჯვათ, ითვისებდნენ და სწავლობდნენ. ყველაზე სუფთა წყაროა ახალგაზრდა თაობა. ძალიან კარგია და მოსწავლეები. შენს დროს სამწუხაროდ ეგ არისო. ზეგავლენას ახდენენ ოჯახზე და საკუთარ გარემოზე, უფროსებზე გულისხმობ. კი ბატონო, მე აქ იმასაც დავამატებ, რომ სამწუხაროდ ეს არაფორმალური ბაზარი არის განვითარებული და ამ ტიპის ნარჩენებზე, გარკვეულ ტიპის ნარჩენებზე მოთხოვნა არის ბაზრიდან, რომ და იყენებენ არადანიშნულების ამ პროდუქტებს და ეს ბაზარი საკმაოდ ძლიერად არის განვითარებული და ესე არაფორმალურად მიდის ვაჭრობა ამ პროდუქტებით და კონკურენციას გვიწევს ადამიანი, რომელიც არ ვიცი, ალბათ გადასახადებსაც არ იხდის, იმიტომ რომ ისინი ისეთ თანხებს იხდიან კონკრეტულად ზეთებში ან აკუმულატორებში. საქმიანობა არალეგალურია, შესაბამისად გადასახადებსაც არ იხდის. სავარაუდოდ არ იხდის, არ ვიცი. არ იხდიან გადასახადებს გეთანხმებით და მეორე არის, რომ საბუთსაც არ ითხოვენ, როცა ყიდვა მიმდინარეობს და ეს ძალიან მოქნილია მათთვის, ვინც წარმოქმნის ამ ნარჩენებს, რომ არ დააფიქსიროს ამ ნარჩენების არსებობა და ისე მოიცილოს თავიდან, ხო? და რაღაცა საფასურის. ანუ შესაბამისად ერთი კითხვა. ანუ, როდესაც მე გამიფუჭდა ტექნიკა, ან დამჭა საბურავი, მანქანის საბურავი, ხო? როგორ უნდა მოვიქცე? კონკრეტულად შეგროვების პუნქტები გვაქვს საბურავებზე, აკუმულატორებზე, ზეთებზე, ჩვენ თეგეტა Green Planet-ს, აკუმულატორებში და ზეთებში შეუძლებლად თანხას გადაგიხდით და ვიყიდით თქვენსგან. საბურავებს შევიბარებთ კონკრეტულ შეგროვების პუნქტების ლოკაციაზე. ნომერი გამოქვეყნებული არის, ანუ კლიპიც გვაქვს ამისი გაშვებული Facebook-ზეც. თეგეტ მათ შორის გავუშვით თეგეტა მოტორსის მონიტორებზე, რომელიც გვაქვს ფილიალებში, გადის გარკვეული პერიოდულობით. რო ხდება ჩვენს მიერ ამ ნარჩენების შეგვარება, ანუ ადამიანის მომსახურების ცენტრებთან ალბათ ცენტრებთან შეგვიძლია კი ცენტრებთან დიახ კი მოდის და რო დავაკონკრეტებთ ისედაც ვიტოვებთ ხოლმე როცა ვცვლით ჩვენ. უფრო ნათელი რო გავხადოთ მოსახლეობისთვის და მსმენელისთვის, ანუ სპეციფიკური ნარჩენების ჩაბარება პირობითად ეს ზეთი იქნება თუ საბურავი ძირითადად ხდება სერვის ცენტრებში, ხო? სადაც მივდივართ და ვცვლით ამ ზეთს და საბურავს, იქვე ვტოვებთ ხოლმე. ხშირად ესე ხდება, ხო? და სწორედ ბატონშალვას კომპანიას გააჩნია ესეთი სერვის ცენტრები და იქ მომხმარებელს მიაქვს და აბარებს და ასევე ჩვენს თანამშრომლობთ არაერთ სერვის ცენტრთან, რომელიც აი მაგალითად რაიონებში ხო შეიძლება ხდებოდეს ეს კუსტარული ფორმით, ხო? აი მაგალითად აკუმულატორებს რო ვიბარებთ, ასე ვთქვათ, რო ახალს რო ყიდულობენ ჩვენთან, მეორად აკუმულატორს ვითვლით გარკვეულ თანხაში, რომ დაგვიტოვონ, რომ გარემოში არ მოხვდეს არალეგალურად არ გაყიდონ. ჩვენ გარკვეულ თანხას ვუხდით ადგილზე ფილიალებში, აი თეგეტა მოტორსი აკეთებს ეგეთ რაღაცას, რომ აკუმულატორს რო ყიდულობთ თეგეტას, შეგიძლიათ ძველი აკუმულატორი ჩააბარო და გარკვეულ თანხას გიკლებთ ახლის ფასიდან. ნუ მე ეს უკვე MGV ორგანიზაციას თეგეტა Green Planet-ს მოაქვს. იმიტომ რომ ანუ ჩვენ ეს დავაფორსირეთ, იმიტომ რომ მე არალეგალურად რო წაიღოს ახლა საბარგულში შადო წაიღო და გარეთ გაყიდა, ის გარეთ უკვე მიმღები აღარ იცი სად წაიღებს ამას. ხშირია შემთხვევები, როცა მასში არსებობს სითხეს ღვრიან უბრალოდ. ანუ მაშინ დავაფიქსიროთ, ესე იგი, სამივე ტიპის ნარჩენებში, რომელსაც ამ შემთხვევაში თქვენი ორგანიზაციას აქვს პასუხისმგებლობა მართვის, ეს არის საბურავები, აკუმულატორები და სამანქანო ზეთები. ამაში გარკვეულ საფასურს იხდის ორგანიზაცია. საბურავში არა, საბურავებს უფასოდ ვიღებთ, აკუმულატორებში და მეორად ზეთებში, როცა ხდება ჩაბარება, სიმბოლურ თანხას გადავუხდით კი. კი ბატონო, და ნუ ელექტრომოწყობილობებს და ბატარეებს რაც შეეხება, ეს უფრო სპეციფიკური ნარჩენი არის, განსხვავებული ნარჩენია ამ ტიპებისგან რაც ჩამოთვალეთ.
აქ ჩვენ ვაწყობთ სპეციალურ შეგროვების პუნქტებს, სადაც ეს არის ბრენდირებული ყუთები არის ამ ეტაპზე და იქ აქვს მოსახლეობას საშუალება რომ მოიტანოს ეს წყობრიდან გამოსული მათი მოწყობილობები იქნება ის თუ ბატარეები და ჩავგობაროს და შემდეგ ამ შეგროვებულ ბატარეებს და მოწყობილობებს ჩვენ გარემოს დაცვითის სრული გარემოს დაცვის სტანდარტებით მართავთ მათ შორის გადამუშავების კუთხითაც. იცით როგორც ახსენეთ ამ ეტაპზე მზად არ არის გადამამუშავებელი სექტორი, რომ ეს სრული რაოდენობა, რაც თქვენ ამ სამი მიმართულებით გაქვთ, ეს აითვისოთ. ანუ რაღაცა პერიოდში ალბათ ხდება ამის დასაწყობება, ხო? დიახ, რასაკვირველია, ამასაც თავისი პირობები აქვს, თავისი რეგლამენტით განსაზღვრული რეგულაციები არის, რომელიც შენახვის დროს უნდა დაიცვა. და ამისი დაცვით ხდება გარკვეული პერიოდულობით დასაწყობება, შემდეგ თუ ხედავთ რომ კონკრეტულ ქარხანას არ აქვს იმის რესურსი რომ მიიღოს, ამისი პირველადი დამუშავება ხდება და ექსპორტზე გადანა. როგორც მაგალითად მეორად ისეთი შემთხვევაში არის ძირითადი ნაწილი, რომ ანუ როცა ქარხანა ვერ ახერხებს მიღებას, გადის ექსპორტზე. საბუროებზეც იგივენაირად დაქუცმაცება ხდება პირველადი და გადის ექსპორტზე. ანუ დაშრედერით დიახ, დაშრედერება კი. ჩვენი პარტნიორები. ძირითადად რომელ ქვეყნებში გადის ექსპორტზე? ძირითადად სხვადასხვა ქვეყანა, მაგალითად საბერძნეთში გადის, თურქეთი, საბერძნეთი, სხვადასხვა ქვეყნებიდან არის ამის მოთხოვნა. თუმცა დიდი რაოდენობის, ანუ იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდვა არის, ასე ვთქვათ, გარკვეული თვითონ ქვეყნის რეგულაციების მხრიდან, თუ რაღაც კონდიციაში არ არის მოქცეული, ვერ ხდება, ასე ვთქვათ, მისი ექსპორტი და ამიტომ უკეთესია, რომ საქართველოში რო გავაკეთებთ ამ ქარხნებს ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდება, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ცნობიერების ამაღლებაზე და გარკვეული ტიპის PR კამპანიებზე. აქ არის საუბარი, რომ კონკრეტული სამუშაო ადგილები შეიქმნება, კონკრეტული მწვანე საწარმოები შეიქმნება და კონკრეტული საქმე გვექნება გაკეთებული, რომ აი ნახეთ საქართველოში, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ქარხანაა და მოდით ხალხო ნახეთ როგორ არის. რა არის და შეადარეთ იმას, რაც იყო აქამდე. მოდით ეკონომიკური ნაწილი განვიხილოთ ამისი ქვეყნისთვის. თქვათ თუ კი ის ქარხნები და საწარმოები შეიქმნება გადამამუშავებელი, რომელსაც ვისაუბრეთ, რა ეკონომიკური სარგებელი ექნება ქვეყანას ამისგან? ელემენტარულად რო ავიღოთ იგივე გადასახადები, იგივე ხალხის დასაქმება, იგივე ცნობადობის გაზრდა, მაგალითად ვიყავით ღონისძიებაზე, სადაც ეს ერთ-ერთი ევროპული ქარხნის წარმომადგენლობა მოგვიწვია. და ანუ საკმაოდ დიდი ღონისძიება იყო, სოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსულები, ვიყავი ერთი კვირის წინ დაახლოებით. და საქართველო ძალიან ცოტა მიცოდა, სად იყო და ვინ ვიყავით და რას ვაკეთებდით და რო გაიგეს რომ ამ დონის ქარხანაზე გქონდა საუბარი, ჩამოტანის ძალიან გაკვირვებულები დარჩნენ და რა არის ით მათ აქვს სპეციალური ჯუკები მონიშნული, რომ იტყვიან ქვეყნების მიხედვით, სადაც არის, რასაც ბევრი წარმოებელიც უყურებს. უცხოელი და რო ნახავს რომ საქართველოში მსგავსი ტიპის ქარხანა არსებობს მინიმუმ დაინტერესდება ინვესტორისთვისაც მიმზიდველი შეიძლება გახდეს წმინდა ინვესტიციის კუთხით და წმინდა ბიზნესის კუთხით თეგეტას ძირითადი მიმართულება ეს არ არის და არც იქნება თუმცა სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას ამ ტიპის საწარმოს გაკეთებაში, დაარსებაში ასე ვთქვათ, მუშაობის დაწყებაში და გამართვაში. დიახ. იცით, აი ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად რჩება ცნობიერების ფაქტორი. თუნდაც ის რომ მაგალითად ეს აღნიშნული ნარჩენი არ გადაუყაროთ გარემოში, ან არ დავყაროთ ღია სივრცეში, რამდენჯერ გვინახავს, ხო? ან არ დავწვათ ღია წესით, მაგალითად საბურავები, რომელიც სამწუხაროდ გვაქვს ასეთი ცუდი პრაქტიკა საქართველოში, რომ რეგიონებში, სოფლებში და ასე შემდეგ ხშირად ჩვენ თვალთაც გვინახავს როგორ წვავენ საბურავს. აი რა ზიანია თუნდაც ერთი საბურავის დაწვაში. ანუ გარემოს რა ზიანი შეიძლება მივაყენოთ. თქვათ ადვილად, თქვათ საბურავი, ადვილად არ იშლება ნიადაგში, ხო? მაგრამ თუ კი ამას დავწვავთ, ამ შემთხვევაში რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ერთი საბურავის დაწვამ?
ზოგადად ამ ნარჩენებს იმიტომ ქვია სპეციფიკური ნარჩენები, რომ შეიცავს ისეთ ნივთიერებებს თავისთავად, რომ მათი არც დაწვა შეიძლება, არც განთავსება შეიძლება, არც დამარხვა შეიძლება და ასე შემდეგ. ანუ სპეციფიკური მოპყრობა ჭირდება და ეს იმიტომ იქიდან გამომდინარე შენ კითხვას რო უპასუხოთ, ანუ მოკლედ საბურავში არის ბევრი ქიმიური ნივთიერება და მათ შორის არის ნავთობპროდუქტებიც არის. და როცა ვწვავთ ამას, მოკლედ ჰაერში ვუშვებთ დამობინძურებლებს და საკმაოდ სერიოზულ დამობინძურებლებს. ამიტომ დაუშვებელი არის საბურავის დაწვა და ღია წესით განთავსებაც შეიცავს რისკებს და პრობლემა არის, რომ შეიძლება ხანძარი გაჩნდეს და მე ძალიან რთული არის საბურავის გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა, ხო? აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხისგებლობით მოვეკიდოთ ამ ამბავს. ერთი, რასაც ბატონ შალვა საუბრობდა, რომ ეკონომიკური სარგებელიც არსებობს. ორი მხარე აქვს ამ ყველაფერს. ერთი არის გარემოსდაცვითი სარგებელი და მეორე არის ეკონომიკური. გარემოსდაცვითი სარგებელი ის არის, რომ ბუნებაში აღარ მოხდება, ეს გარემოში აღარ მოხდება, აღარ დააბინძურებს და ჩვენს ადამიანებს გვექნება ჯანმრთელი გარემო, სადაც ჩვენ ვარსებობთ, ხო? და მეორე, ეკონომიკურზე კი ვისაუბრეთ, რომ ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ შესაძლებლობებს, რომ ქვეყანაში შეიქმნას გადამამუშავებელი საწარმოები და ასე შემდეგ. ბატონო შალვა, ბოდიშით ჩაგეჭრებით, ერთ წუთში დაახლოებით რეკლამაზე გავდივართ, მინდა ორი სიტყვით მითხრათ, ანუ უახლოესი გეგმები წინსვლის, თუ გეგმავთ რამეს, თუნდაც უახლოესი ახალ წლამდე. და რა თქმა უნდა დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის და კიდე შევხვდებით აუცილებლად თქვენ ახალ პროექტებთან. დიდი მადლობა, დიახ, გეგმავთ წლის ბოლომდე გვინდა რომ ფინალიზაცია გავაკეთოთ ეგრეთ წოდებული გარკვეულ ქარხნებთან მიმართებაში და კონკრეტული გეგმები იქნეს გაწერილი თუ როდის დაიდგება პირველი ქარხანა გადამამუშავებელი საქართველოში. მინიმუმ 2 მიმართულებით. წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა რომ დიდი მადლობა, მადლობთ მოწვევისთვის. წარმატებებს გისურვებთ. მე და გარემო დროებით გადის რეკლამაზე, დაგიბრუნდებით ძალიან მალე. გვისმინეთ.